გამარჯობა, დღეს ამ ძალიან სერიოზულ ვიდეოში გაჩვენებ თუ როგორ მუშაობს სელოს აუქციონის პრინციპი. მაგალითად, აი ამ ნივთს ყიდით 15 ლარად. ხო, 15 ლარად არ გაიყიდება ხოლმე ესეთი ნივთი, რა თქმა უნდა, მაგრამ პირობით იქნება ამ ვიდეოში ყველაფერი. დაიდება ნივთი 15 ლარად გასაყიდად და დღეს 3 ადამიანი შევეცდებით რომ ვიყიდოთ. შენ სათვალით რატო ხარ? საჭირო იქნება რომ თვითონ გადავიხადოთ 5 ლარი, რომ შეიკრას ის 15 ლარი, რომელიც ამ ნივთის მეპატრონეს უნდა. მე 5 ლარით ერთი ბილეთი ვიყიდე და გამიჩნდა 5 ბიდი. საბასაც გაუჩნდა 5 ბიდი. შენს გინდა 5 ბიდი? ეგ არის. ანუ რა გამოვიდა? 5 ლარით ვიყიდეთ მონაწილეობის უფლება, შეიკრათ 15 ლარი, რაც ნივთის პატრონს უნდა და 15 ლარი წავიდა უკვე ნივთის პატრონთან და ამ ნივთზე ახლა ჩვენ ვითამაშებთ სელოს აუქციონის პრინციპით. რაც გულისხმობს რომ იგებს არა ყველაზე მაღალი ბიდის პატრონი, არამედ ის, ვინც ბოლო დაარტყავს ბიდს. თუმცა ბიდების რაოდენობა არის შეზღუდული. ანუ ჩვენ თვითონ გვაქვს 5 ბიდი. თუ დააკვირდებით, ყველა არის სხვადასხვაფერი, რომ მარტივად გავარკვიოთ, რომელმა დაარტყა ბიდი ბოლოს. ზუსტად იგივე რამე მოხდება პლატფორმაზეც, ანუ საიტზეც. და რაც ყველაზე მთავარია, თითო ბიდის შემდეგ ირთვება 3 წამიანი ტაიმერი და 3 წამი გექნება გადაწყვიტო, გინდა თუ არა ბიდის დარტყმა. და კარგად უნდა დაფიქრდე, იმიტომ რომ ამ აუქციონში ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებ და გამოიზოგავ შენს ბიდებს. კაი, დავიწყოთ მაშინ. ბოლოს ზემოდან, ყველაზე ზემოდან ვის ფერიც აღმოჩნდება, ის იგებს. აი ესე მოხდა რომ ამ ადამიანმა მოიგო. მარტო იმიტომ რომ სწორ დროს გააკეთა ბიდი და მე და საბამ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ხო, წაიღო ძიება. აი ასე გაიყიდება სელოზე ნივთები. 5 ლარად შეგეძლება რომ ოცნების ნივთი მოიგო. აურა ტელეფონი. ეს ამ ნივთი დება, რა?